კურტ კობეინი მეგობრებო, ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელი მსოფლიო კულტურასა და როკ სამყაროში. ადამიანი, რომელიც იყო უდიდესი არტისტი და მუსიკოსი, მიუხედავად იმისა, რომ მის მუსიკაში არ იყო ისეთი მრავალფეროვნება და უშუალოდ როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო კლასიკურ როკში თუ ნებისმიერ სხვა მუსიკალურ მიმდევრობებში, იდეოლოგიის რეალიზება პირდაპირი გაგებით მუსიკაში. კურტ კობეინი იყო ჩემზე 6 წლით პატარა და სამაგიეროდ იმხელა ისტორია შექმნა, რომ ალბათ მთელი ცხოვრება რომ მომინდომო. ვერაფერს დავაკლებ, შეიძლება გგონიათ, რომ კურტი არ იყო ძალიან კარგი ვოკალისტი, მაგრამ მე ამის საწინააღმდეგოს გეტყვით. არაჩვეულებრივი, ძლიერი, წნევიანი გრანჯ ვოკალი, ხრინწითა და მაღალი ნოტებით დატვირთული, იყო თავიდან ბოლომდე სულით და გულით ჩართული თავის საქმიანობაში. ამას შეატყობ ნებისმიერ მის ნამღერში. მისი ნამღერი არ იყო უბრალოდ რაღაც სიმღერა და ვოკალური პერფორმანსი, ეს იყო თავიდან ბოლომდე სულის, გულის, ინტელექტის, ემოციების და განუსაზღვრელი შესაძლებლობების წარმოჩინება. ის იყო თავისი თაობის გამოძახილი, თავისი თაობის სათქმელი და ხმა. ხოლო რაც შეეხება მის ძლიერ და ხრინწიან ვოკალს, ნებისმიერ მის ნამუშევარში შეგიძლიათ რომ შეამჩნიოთ რა დონის სიძლიერის ვოკალისტი იყო. დატვირთო ყელი ამხელა ხრინწით და თან თავს კომფორტულად გრძნობდე, თუმცა მისთვის დარწმუნებული ვარ, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, როგორ მდგომარეობაში ექნებოდა ლაივის მერე ყელი, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე ორგანულად რეალიზდებოდა სიმღერაში. ალბათ ამიტომაც მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა ვოკალიზების სავარჯიშოებს და ასე შემდეგ. სამწუხაროდ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, გარდაცვალების შემდეგ მის ორგანიზმში ძალიან დიდი რაოდენობით ჰეროინი და ნარკოტიკული საშუალებები იპოვეს. ძალიან სამწუხაროა, როცა ამ თაობის ადამიანები და ძალიან ბევრია 27 წლიანებს რო ეძახიან. სამწუხაროდ დეპრესიამ, ეგზისტენციალურმა კრიზისმა და ცხოვრების აუტანლობამ იგი სიცოცხლეს გამოასალმა, მე ესე ვიტყოდი. მოკლედ, იმდენად ძლიერი რომ მისი შემოქმედება ახალი სიტყვა იყო როკ მუსიკაში, დღემდე ყავს ძალიან ბევრი მიმდევარი, ძალიან ბევრი გულშემატკივარი. თაობები იზრდება მის მუსიკაზე და მის იდეოლოგიაზე, ასე რომ მისი სახელი ოქროს ასოებით არის შესული როკის ისტორიაში. შეიძლება ეს ფრაზა მის შემოქმედებას საერთოდ არ უხდება, მაგრამ კურტ კობეინს გავამარჯოს.